თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალპლუსის დირექტორი დანაშაუეთ ცნო. გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს მეტალპლუსის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტურისტული და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა, რის საფუძველზეც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე 1,91,329 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა. აღნიშნული საფუძველზე შპს მეტალპლუსის ანგარიშზე ჯამში 893,522 ლარი, მათ შორის 763,931 ლარი ავანსის სახით ჩაირიცხა. თუმცა კომპანიის დირექტორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას, ხოლო დანარჩენი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 212,840 ლარს შეადგენდა. ხოლო ჩარიცხულ თანხებსა და შესრულებულ სამუშაოების შორის სხვაობა 680,682 ლარი შპს მეტალპლუსის დირექტორმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. უკანონო დაუფლებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს მეტალპლუსის დირექტორმა ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე უძრავი და მოძრავი ქონება, 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა, რითაც 680,682 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. მას ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახე და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, 1 ბინა და 4 ავტომობილი.